განვაგრძობთ საუბრებს ქრისტიანული ლიტერატურის ისტორიიდან. ჩვენს წინაშე ხვედრაზე უკვე დავიწყეთ ესეთი დიდი მოღვაწის, როგორც გახლავთ წმინდა ბასილი დიდი, ცხოვრებისა და საღვთისმეტყველო მემკვიდრეობის განხილვა. უკვე შევეხეთ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ძეგლს ბასილი დიდისას, ბიბლიური 6 დღის განმარტებებს, რაც 9 ჰომილიის სახით გადმოსცა ბასილიმ და რომლის ძველ ქართულ თარგმანებზეც საკმაოდ დეტალური განხილვა წინა შეხვედრაზე წარმოვადგინეთ. ჩვენ ორი სიტყვით კვლავ ამ ძეგლს შევეხებით და შემდგომ სხვა თხზულებებზეც, რა თქმა უნდა, გადავალთ. უპირველესად იმის აღნიშვნა არის ალბათ საჭირო, რომ ამ ჰომილიებში უკვე ესე ქართულ თარგმანებს რომ თავი დავანებოთ და საკუთრივ ბერძნულ ორიგინალზე მქონდეს მსჯელობა, ამ ჰომილიებში ბასილი დიდი ჩვენს წინაშე წარსდგება როგორც განსაკუთრებით ღრმად გამომეტყველი ბიბლიურ საეკლესიო მოძღვრების ამ შემთხვევაში შესაქმესთან დაკავშირებით და გამომეტყველი ამ სიტყვას განზრახ ვიყენებთ ჩვენ ზეპირი მეტყველების წესით. ეს ნიშნავს, რომ ხსენებული ჰომილიები ბასილის წერილობით არ გაუფორმებია თვითონ, მას არ დაუწერია. იგი მოძღვრებას და განმარტებას წარმოთქვამდა ამბიონიდან და იწერდნენ მსმენელები, უაღრესად დახელოვნებული სტენოგრაფები, რის საფუძველზეც მთელი ტექსტი უცვლელად შემოგვენახა. საკუთრივ ტექსტობრივი დასაწყისებით თითოეული ჰომილიისა მათ მქადაგებლურ ხასიათს, რომ ზეპირად წარმოითქმნენ ისინი, უეჭველს ყოფს. თქვათ გუშინ ჩვენ, მაგალითად მომდევნო ქადაგებაში ამოს ბასილი დიდი გუშინ ჩვენ შევეხეთ ამ საკითხს, დღეს კი ამას განვიხილავთ. მომდევნო ქადაგებაც ასევე წინარე ქადაგების განგრძობას ყოველთვის ხაზს უსვამს და ერთ მთლიან ციკლად ქადაგებებისა წარმოჩნდება ჩვენს წინაშე ხსენებული 9 ჰომილია. ასე რომ სტილი, ხასიათი ამ ძეგლებისა არის მქადაგებლური, ზეპირ წარმოთქმითი და არაუშუალოდ ბასილისგან, არამედ სტენოგრაფისტებისგან გახლავთ ფიქსირებული წერილობითი სახით. ჩვენ არაერთგზის აღგვინიშნავს, რომ დიდი ნაწილი ეკლესიის მამათა შრომებისა, აი ამგვარი ჰომილეტიკური ხასიათის შრომებისა, ჩაწერილია სტენოგრაფისტებისგან, მსმენელთაგან, მორწმუნე მრევლისგან და არა მის მიერ, ასე იმ ქადაგებლის მიერ უშუალოდ. ამ მხარეს ჩვენ შეიძლება რომ ეს ზეპირად წარმოითქვა აღნიშნული ჰომილიები, კიდევ ისეთი განმარტებაც მოვადევნოთ, რომ ამ ჰომილიების წარმოთქმის შემდგომ და წერილობით გამოქვეყნების შემდგომ აღმოცენებული გაუგებრობანი გარკვეულწილად გავფანტოთ და ავხსნათ. ვითარება ამგვარი გახლავთ, როდესაც ბასილი დიდმა აღნიშნული ჰომილიები წარმოთქვა და ეს ჰომილიები წერილობით გავრცელდა, მავანმა და მავანმა ხმა აღიმაღლა ბასილის წინააღმდეგ და ჩვენ არაერთგზის აგვინიშნავს ამგვარი გამოხდომების შესახებ ბასილის პიროვნების განხილვის ჟამს, ხმა აღიმაღლა მის წინააღმდეგ მავანმა და მავანმა იმ მიზეზით, იმ საბაბით, რომ თითქოს და ეს ჰომილიები უაღრესად პრიმიტიული იყო. პრობლემა შეიქმნა ბასილის ამ ჰომილიებთან დაკავშირებით ერთი მხრივ საღვთისმეტყველო სიღრმის თვალსაზრისით და მეორე მხრივ გარკვეულ ბუნდოვანებათა ასპექტით. თუ საღვთისმეტყველო სიღრმე, აი ამგვარი ბრალდება მეტ კომენტარს არ საჭიროებს, უკვე გასაგებია რაშია ბრალდების არსი, რომ ვითომს და პრიმიტიული მარტივი ენით არის უღრმესი სწავლებანი გამოთქმული და შინაგანი სიღრმე ვითომც და არ ახლავს ბასილის მეტყველებას, აი ეს ერთი საყვედური ეს გახლდათ. რაც შეეხება ჩვენს მიერ მეორე რიგში გადმოცემულ საყვედურს ბუნდოვანებათა შესახებ, აქ უკვე გარკვეული დაზუსტება საჭირო, რადგან ბუნდოვანებანი ეხებოდა რამდენიმე საკითხს. პირველი ეს გახლავთ, ესე იგი ამგვარი რაღაც შეკითხვასავით ბასილის წინაშე, ხოლო შეკითხვის მიზეზი განპირობებული იყო იმით, რომ ბასილის შრომაში თითქოს და ადეკვატური პასუხი ზოგ შეკითხვაზე გაცემული არ იყო და ეს შეკითხვანი ხელახლა წამოიჭრებოდა ზოგადად მოძღვრების წინაშე და კონკრეტულად ბასილი დიდის წინაშე. ხოლო შეკითხვები ამგვარია. პირველი, როგორ უნდა განგვემარტა ჩვენ ბიბლიის პირველი სიტყვა დასაბამად ქმნა ღმერთმან ცაი და ქვეყანაი. ანდაც ისა და ქვეყნის, ესე იგი ორი უკიდურესი წერტილის დაბადება რას ნიშნავს? მათ შორის არსებული სივრცე დაიბადა თუ არა მათთან ერთად და თუ მიწადაცა პირველივე მუხშივეა დაბადებულად ნაუწყები ღვთისგან, შემდგომი 6 დღის მანძილზე რაღა იქმნება. ეს ერთი შეკითხვა. მეორე, პირველ მუხში ხსენებული ცა დასაბამად ქმნა ღმერთმან ცაი და ქვეყანაი და შემდგომ კვლავ ხსენებული ცა
სამყაროსთან დაკავშირებით და სამყაროსა ეწოდა ცაი. ერთი და იგივეა თუ განსხვავებული ერთი მეორისგან და ორი ცის შესახებ არის აქ უწყება. ეს მეორე. და კიდევ ერთი კითხვა. ბიბლიის პირველი წიგნის პირველი მუხლის ბოლოს ნაუწყები სული ღმრთისაი. კერძოდ კონტექსტი ასეთია და სული ღმრთისაი იქცეოდა ზედა წყალთა. აი ეს გამონათქვამი სული ღმრთისაი, სული წმინდას გულისხმობს თუ რაღაც სხვაგვარი განმარტებით უნდა აიხსნას. და ბოლოს პავლე მოციქულისგან ნაუწყები მესამეცა. როგორ უნდა განიმარტოს? პავლე მოციქული შეგახსენებთ გვაუწყებს ჩვენ იმის შესახებ თუ როგორ იქნა სიცოცხლეშივე ხორცში მყოფობის დროსვე მესამე ცაზე ატაცებული ერთი ვინმე წმინდანი. აქ მესამე პირშია პავლე მოციქულისგან ნაუწყები, მაგრამ ძველთაგანვე ერთსულოვანი აზრი იყო იმასთან დაკავშირებით, რომ აქ პავლე მოციქული თავის თავს გულისხმობს, როდესაც იგი ამბობს, რომ ვიცი კაცი, რომელი გინა თუ ხორცითა, გინა თუ უხორცოდ არა ვიცი, აღტაცებული ქმნა მესამედ ცადმდე და იხილა მუნ შვენიერება ის სამოთხისაი, რომელსა ენაი კაცობრივი ვერ მეტყველებს და მე დაზუსტებულია თუ როგორია ის შვენიერება, რომელი თვალმან არა იხილა, ყურსა არა ესმა და გულსა კაცისასა არა მოუხდა. აი ეს მესამეცა რას ნიშნავს და რა მიმართებაშია მესამეცა? იქვე ნახსენებს სამოთხესთან. სამოთხე მესამეცაზეა, დედამიწაზეა, თუ როგორი განმარტებანი უნდა მიეცეს ამ ყოველივეს. მაგ წამოჭრილი პრობლემები რეალურად არსებობს. ამიტომ ჩვენ არ შეგვიძლია ამგვარი ორი რაღაც მომენტი ერთი მეორეს გაუიგივოთ. პირველი საყვედური რომ თითქოს და ბასილ დიდი პრიმიტიულად მსჯელობს, აშკარად თვითმიზნურია, ხოლო დანარჩენი შეკითხვანი რაც ჩამოთვალეთ, მართლაც იმსახურებს ყურადღებას და განმარტების აუცილებლობას. მაგრამ ბასილი დიდი ამ შეკითხვათა წამოჭრის ჟამს უკვე აღსრულებული იყო და მას არ დასცალდა ამ კითხვებზე პასუხი და იმ საყვედურებთა გაფანტვა, რაც მის წინააღმდეგ გამოითქმოდა. ყოველივე ეს და ვალდებულება ამ ბუნდოვანებათა გაფანტვისა იტვირთა მისმა ხორციელმა ძმამ და დიდმა ღვთისმეტყველმა წმინდა გრიგოლ ნოსელმა, რასაც ჩვენ შესაბამის ადგილზე შევეხებით, თუ როგორი პასუხები გასცა ყოველივე ამას გრიგოლმა თავის სახელგანთქმულ შრომაში პასუხი 6 დღეთა შესახებ. აქ 6 დღეთა იგულისხმება არა ბიბლიური 6 დღე, ამ შემთხვევაში არამედ ბასილ დიდის შრომა. ანუ რომ გავშიფროთ ეს სათაური გრიგოლ ნოსელის ამ ძეგლისა, შეიძლებოდა ამგვარად გადმოგვეცა პასუხი ბასილ დიდის 6 დღეთას შესახებ. და ყველა ჩვენს მიერ ჩამოთვლილი პრობლემა გრიგოლ ნოსელისგან ამომწურავად, სიღრმისეულად, დასაბუთებულად, ღვთისმეტყველურად არის პასუხგაცემული. მაგრამ დაუბრუნდეთ ბასილი დიდს, როდესაც 6 დღეთაი გავრცელებული გახდა, იგი თარგმნა სხვა ენებზეც, პირველ რიგში ლათინურად, ჩვენ ქართულ თარგმანზე უკვე ვიმსჯელეთ და აღარ განვაგრძობთ, მაგრამ ყველაზე ადრეული თარგმანი გახლავთ ლათინური, მე-4 საუკუნის მიწურულში და ეს ლათინური თარგმანიც 9 ჰომილიით შემოიფარგლება. ამ მხარეს ყურადღებას ვაქცევთ იმის გამო, რომ ბერძნულ ენაზე გარდა აღნიშნული 9 ჰომილიისა, ცნობილია აგრეთვე 2 ძეგლი იმავე 6 დღეთასთან კავშირში, ოღონდ კონკრეტულად ადამიანის შექმნის მხრივ. როგორც ცნობილია, ბასილი დიდმა თავის ამ ჰომილიებში ვერ მოასწრო კონკრეტულად ღვთისგან ადამიანის შექმნის საღვთისმეტყველო განმარტება. მან თავისი განმარტებანი დააბოლოა ცხოველთა შექმნით და, როგორც ვთქვით, ვერ დაასრულა წინასწარ ჩაფიქრებული ციკლი საღვთისმეტყველო განმარტებებისა. შემდეგში ადამიანის შექმნის განმარტების ნაკლულევანება ბასილ დიდის წიგნისა შეავსო კვლავაც ჩვენს მიერ ხსენებულმა წმინდა გრიგოლ ნოსელმა, რომელმაც დაწერა თავის სახელგანთქმული ადამიანის შექმნის შესახებ ასეთი წიგნი და მასაც გრიგოლ ნოსელის შესახებ, როდესაც მშელობა გვექნება, მაშინ შევეხებით. მაგრამ ამჯერად რაზე ვამახვილებთ ყურადღებას. მიუხედავად ამგვარი დამკვიდრებული აზრისა, რომ ბასილ დიდს არ განუმარტავს ადამიანის შექმნა და მან დააბოლოა თვით თავისინებით არა, მაგრამ ის ვერ მოესწრო ადამიანის შექმნის განმარტებას, აღესრულა 379 წლის 1 იანვარის მოგეხსენებათ. მიუხედავად აი ამგვარი საყოველთაოდ მიღებული ცნობისა, ბერძნულ ენაზე შემონახული გახლავთ 2 ჰომილია კონკრეტულად ადამიანის შექმნასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიქმნა ადამიანი ღვთის ხატად და მსგავსად. ეს ჰომილიები ხელნაწერთა ნაწილში კონკრეტულად ბასილი დიდს მიეკუთვნება, თუმცა არის რამდენიმე ხელნაწერი, რომლებიც გრიგოლ ნოსელს აკუთვნებენ მათ. კარგახანია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფილოლოგიური პრობლემა საეკლესიო მეცნიერებისთვის გახლავთ
ხსენებული ორი ჰომილიის ავტორობის განსაზღვრა, იდენტიფიკაცია, ატრიბუცია, ანუ მათი ავტორის დადგენა. კვლევართა ნაწილი მიიჩნევს, რომ ავტორი წმინდა გრიგოლ ნოსელია, ნაწილი მიიჩნევს, რომ ბასილი დიდია, ხოლო ნაწილი მიიჩნევს, რომ არც ერთი მათგანი მისი ავტორი არ არის. თუ ჩვენ საკითხს სიღრმისეულად შევხედავთ, ფიქრობთ, ყველაზე უფრო მისაღები გახლავთ ბოლო დაშვება, რომ არც ბასილი დიდი არ უნდა იყოს ამ ნაშრომთა ავტორი და არც წმინდა გრიგოლ ნოსელი. თუ ამ უკანასკნელით დავიწყებთ, საეკლესიო ტრადიციითაც და მკვლევართა დაკვირვებითაც უკვე მისი ავტორობა, ესე გრიგოლ ნოსელის ავტორობა გამოირიცხება. გამოირიცხება ერთი ფაქტის გამო, სხვებს რომ თავი დავანებოთ. გრიგოლ ნოსელი გახლდათ ის მოღვაწე, რომელიც ადამიანის ღვთისადმი მსგავსებას და არა მარტო ადამიანის ღვთისადმი ხატებას აღიარებდა შესაქმის დასაბამშივე, რომ ადამიანს მაშინვე მიეცა არა მხოლოდ ხატება ღვთისა, არამედ აგრეთვე დატევნისებრ სრული მსგავსება ღვთისადმი. ხოლო ამ ორ ჰომილიაში ეს აზრი ამგვარად გამოკვეთილი არ არის. რა თქმა უნდა, მეორე გვარი უტრირება და გაზვიადება ვითარებისა იმის თქმა, თითქოს ამ ორ ჰომილიაში ადამიანის შექმნა ღვთის მსგავსებისებრ ვითომც და პოტენციურად მიიჩნევა შესაქმის დასაბამში. სამწუხაროდ ეს გაუკუღმართება, ეს ცრუ დასკვნა ადამიანის ღვთისადმი მსგავსებასთან დაკავშირებით ძალიან ფეხმოგიდებული გახდა. არავის არ უკითხავს, არავის არ გამოუკლევია იმის შესახებ, ვითომც და ადამიანი დასაბამში ღვთის მსგავსად კი არ შეიქმნა, არამედ მხოლოდ პოტენციურად თესლობითად მიეცა მას მსგავსება, ხოლო ხატება სრულად იტვირთა. ვისია ეს აზრი და საიდან მომდინარეობს? მექანიკურად განუკუთვნებდნენ წმინდა გრიგოლ ნოსელს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ გრიგოლ ნოსელის აზრი არის დიამეტრულად საწინააღმდეგო. ეს ციტატები სწორედ ამ ორი ჰომილიიდან მოიხმობა რუს ღვთისმეტყველთაგან. ერთადერთი ძეგლი ეს გახლავთ, მაშინ როცა მთელი დანარჩენი საღვთისმეტყველო მოცულობა მართლმადიდებლობისა ერთსულოვნად სწამებს, რომ ადამიანი დასაბამშივე შეიქმნა როგორც ხატება ღვთისა, ასევე მსგავსება ღვთისა. ჩვენ ეს საკითხი დეტალურად გვაქვს წერილობით განხილული ჩვენს წიგნში მართლმადიდებლური ხატმეტყველება, ასეთ სათაურის წიგნში. წიგნის თითქმის მთელი მოცულობა ამ თემას ეხება და ყველა ციტატა, რაც კი შესაძლებელი იყო ამ მხრივ მოგვეძია იქ ორიგინალების მხრივაც და თარგმანებითაც და სათანადო კომენტარებით წარმოდგენილია და დაინტერესებულ მკითხველს შეუძლია ჰპოვოს პასუხი აღნიშნულ კითხვაზე. გრიგოლ ნოსელის სწავლება ამ კუთხით დაწვრილებითაა დღეისათვის შესწავლილი, სხვათა შორის დიდი წვლილი მიუძღვით ევროპელ მკვლევარებს, გამოქვეყნებულია რამდენიმე პირველადი მნიშვნელობის გამოკვლევა, მაგალითად ერთ-ერთი მკვლევარი გახლდათ ბერძენი წარმოშობის გერმანელი მკვლევარი მერკი, რომელმაც სპეციალური შრომა მიუძღვა ამ საკითხს ღვთის მსგავსება გრიგოლ ნოსელთან. ისევე როგორც სხვა მკვლევარები, ფრანგი და ინგლისელი მკვლევარები, რომელთა შრომებიც ძალიან მნიშვნელოვანია წყაროწონების თვალსაზრისით, უპირობოდ ერთდასკვნამდე მიდიან, რომ გრიგოლ ნოსელისთვის გამოირიცხება აზრი იმის შესახებ, თითქოს ადამიანი დასაბამში ღვთის მსგავსებად არ შექმნილა. ამის გამო უპირობოდ დგინდება, რომ ეს ჰომილიები გრიგოლ ნოსელის დაწერილი არ არის. ხოლო ეკუთვნის თუ არა იგივე ჰომილიები წმინდა ბასილი დიდს ამ საინტერესო საკითხს ჩვენ შემდგომ გადაცემაში შევეხებით, ამჯერად ამით დავაბოლოებთ. გმადლობთ ყურადღებისათვის.